სხვა ამბები პირდაპირ ეთერში ბრუნდება. ყველაფერი დამზადებულია საქართველოში. ქართული სუვენირების გამოფენა გაყიდვა ხვალიდან უკვე ყოველ უქმეებზე მოეწყობა. პროექტის დეტალებით რუსუდან გიორგაძე გვერდება სიონის სკვერიდან. რუსუდან გისმენთ. თუ დასვენების დღეებში ჯერ არაფერი დაგიგეგმავთ, ან ყავთ უცხოელი სტუმარი, რომელსაც საქართველო და მისი კულტურა გინდათ გააცნოთ, მაშინ თქვენ სიონის სკვერში გელოდებიან. კვირას დილის 11 საათიდან აქ ქართული სუვენირების გამოფენა გაყიდვა დაიწყება. პროექტში სულ 35 ავტორი და მათი 700-მდე ნამუშევარია ჩართული. გამოფენაზე გავიტან ჩემს ნამუშევრებს, სუვენირებს, ქართულ სუვენირებს, ტრადიციულს, კინჭილებს, პანოებს, ქვევრებს, სასმისებს, ალბათ დამთვალიერებელი იქნება, ტურისტი იქნება ჩამოსული და კარგი იქნება რომ დაინტერესდებიან. Ნიშნულოვანია ეს გამოფენა ჩემთვის, რადგან საშუალება მაქვს წარმოუდგინო დამთვალიერებელს კოლხური კულტურის ნიმუშები, კოპიოები, ასე ვთქვათ და სხვა ჩემი ნამუშევრები. კულტურის სამინისტრომ ქართულ სუვენირებზე კატალოგიც გამოსცა. უფრო დეტალურად წიგნზე და დაგეგმილ გამოფენა გაყიდვაზე კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი ირინა საგანელიძე გაგვესაუბრება. ქალბატონო ირინა, პირველ რიგში გვაჩვენეთ და მოგვიყევით ეს წიგნი და შემდეგ უკვე დაგეგმილ გამოფენა გაყიდვაზე ვისაუბროთ. კულტურის სამინისტროს ინიციატივით რამოდენიმე თვის წინ გამოიცა კატალოგი სუვენირების საქართველოდან, რომელიც ტრადიციული ქართული ხელოვნების ნიმუშების პოპულარიზაციას და ამ ტექნოლოგიური პროცესების შენარჩუნებასა და განვითარებას ემსახურებოდა. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ პროექტი მასშტაბურობას იძენს დროთა განმავლობაში, რაც დადებითად აისახა თვითონ მხატვრების მიერ მხატვრების შემოსავლების ზრდაზე და სწორედ ამ მიზანს ქართული ტრადიციული ხელოვნების ხალხური რეწვის ნიმუშთა პოპულარიზაციას და განვითარებას ემსახურება ჩვენ მიერ დაგეგმილი სიონის სკვერში, ძველ თბილისში ტრადიციული ქართული ხელოვნების რეწვის ნიმუშთა გამოფენა, რომელშიც დაახლოებით 35 მხატვარი, ამასთანავე რეგიონებიდან ჩამოსული მხატვრები და დაახლოებით 700 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. თვითონ ქართულ საზოგადოებას უცხოელ სტუმრებს ექნებათ იმისი საშუალება, რომ თავისი თვალით იხილონ ქართული ტრადიციული ხელოვნების ნიმუშების შექმნის პროცესი. ეს იქნება ქართული ჭედურობა, ბატიკა, თექა, სხვადასხვა მიმართულებები. მე მგონი ძალიან ლამაზი სანახაობა იქნება და ჩვენს გამოფენას ბევრი სტუმარი ეყოლება. დიდი მადლობა ქალბატონო ირინა. გამოფენა გაყიდვა კონცერტის თანხლებით ჩაივლის. აქ მოსული სტუმრებისთვის სამხატვრო აკადემიის ანსამბლი მოძახილი და ჯორჯიან ბრას დაუკრავენ. ასე რომ თუ გსურთ კვირა საინტერესოდ გაატაროთ, მაშინ დილის 11 საათიდან საღამოს 9 საათამდე თქვენ სიონის სკვერში გელოდებიან. სიონის სკვერიდან რუსუდან გიორგაძე გვერდებოდა.